საღამომშვიდობისა ყველას მოგესალმებით. ვიპოვე მიკროფონის თავი. ვრეცხებ ხეხე მაინც არაფერმა არ უშველა. ახალი გამოვიწერე გოგოებო და მედია რომ მალე ჩამოვა. ეხლა დღეს საერთოდ არ ვაპირებდი არანაირი ვიდეოს ჩაწერას, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ის მქონდა პერიოდი თან გუშინ სიცხე მქონდა, მაგრამ მოკლედ მაინც გადავწყვიტე რომ ჩამეწერა ეს ვიდეო. რა არის იცით დღევანდელი ვიდეო გვექნება მხოლოდ ქალბატონებისთვის, ასე რომ მამაკაცები თუ ხართ ახლა აქ შეგიძლიათ მიბრძანდეთ, იმიტომ რომ ყველაფერი რასაც ვიტყვი ეს იქნება ქალების საწინააღმდეგოდ და ამიტომ არ მინდა რომ მამაკაცებმა მოისმინოთ, იმიტომ რომ ეს იქნება ქალებისთვის ასე ვთქვათ გაიდლაინი. სად უშვებენ შეცდომებს. რა არის იცით აი ძალიან ხშირად კონსულტაციაზე, ჩემთან ინდივიდუალურ კონსულტაციაზე გოგონები რომ მოდიან, აქვთ ესეთი პრეტენზია კაცებთან. ნუ ესეთი პრეტენზია კი არა, ძალიან ბევრი პრეტენზიები. და მე ანუ როდესაც შევდივართ საუბარში რაღაც კითხვებს ვუსმევ, რაღაცებს ვისმენ მათგან და ასე შემდეგ, გული მისკდება და მიწუხდება, იმიტომ რომ ისეთ შეცდომებს უშვებენ და ისეთ შეცდომებს უშვებთ თითოეული თქვენთაგანი, რომელიც თქვენს მნიშვნელობას მამაკაცის თვალში აბსოლუტურად აგდებს. იმას თავი დავანებოთ, რომ მთლიანი კაცის როლი გაქვთ მორგებული საკუთარ თავზე და მიეზიდებით ამ ჯაპანს თუ ჯაპანს, რასაც ქვია და აბა მიდი და ხუთ სამსახურში მუშაობა ერთდროულად და შემდეგ. ნუ მაგას თავი დავანებოთ, მაგაზე უკვე სხვა ვიდეოებში მაქვს ნასაუბრალი და აღარ გავმეორდები, მაგრამ გოგოებო, თქვენ აი პირდაპირი მნიშვნელობით მინდა გითხრათ, პირში უნდა გითხრათ. ესე იგი ტვინს უჭამთ, ოღონდ კულტურულად ვიძახი კაცებს. და მე ამ კაცებს სთხოვთ, რომ იყვნენ ძალიან თბილები, მოსიყვარულეები, პახოდუ ყველაფერი გაგიკეთონ და ასე შემდეგ. როდესაც თქვენ მამაკაც უჭამთ გონებას, გულს, სულს და ყველაფერს, აბეზრებთ თავს, უაზროდ ამართლებინებთ თავს, აკონტროლებთ და არის ეს აბა სათხარ ვისთან ხარ, აბა ვიდეო, აბა SMS-ი მედაგირეკე, შენ არ მიპასუხე, რამდენჯერ მომწერე, იმდენჯერ მოგწერე. ეს ყველაფერი აფუჭებს ურთიერთობებს. მე თვითონაც მაქვს ესეთი შეცდომები დაშვებული ურთიერთობაში და ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ურთიერთობის დასასრული. როდესაც მამაკაც სთხოვ ყურადღებას და არ იმსახურებ შენ ამ ყურადღებას, ანუ არ იმსახურებ როგორ ვთქვათ, არ მიყავს მამაკაცი ისეთ პოზიციამდე, რომ თვითონ მოუნდეს შენთვის ყურადღების მოქცევა. ანუ ასე ვთქვათ, სთხოვ საჩუქრებს და ამ დროს ეს კაცი ფიქრობს, რომ ეს ტვინის მჭამელი და ეხლა კიდე ფული უნდა დავახარჯო Z. საერთოდ არ აქვს არანაირად მამაკაცის დაფასება. საერთოდ ვერათ ვიცნობიერებთ, როგორ უნდა მოექცეთ ამ. საერთოდ არ იცით რა სჭირდება ამ მამაკაც თქვენგან და ზოგადად აზრზე არ ახართ მამაკაცებს რა სჭირდებათ. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ლამაზი სახე, სხეული და აი ეს რაღაცა უაზრო სათხარ როგორ ხარ და რა შვები და ასე შემდეგ ეს თავზე გადაყოლა ჭირდება მამაკაცი ნამდვილად და ასე არ არის. ეს ასე არ არის. მამაკაც სჭირდება ქალი, რომელიც მის მამაკაცურ თვისებებს უფრო მეტად გაახვივებს, თავის თავში უფრო მეტად დარწმუნებული იქნება თქვენთან ურთიერთობის დროს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მას ფული უნდა აძლიოთ, ან რაღაცა უნდა გაუკეთოთ, ან ნუ რა ვიცი, ინგლისურის კურსებზე უნდა ჩაწეროთ, უყიდოთ, ჩააცოთ, დაახუროთ ასე შემდეგ. ეს ამასში არ იგულისხმება გოგონებო. აი ამას როდესაც აკეთებთ, თქვენი მაგით ოღარის რომ თქვენი მნიშვნელობა მამაკაცის თვალში აბსოლუტურად დაბლავარდება და იმას მე თქვენ აღარ აინტერესებთ და მე გიკვირთ რომ ვაიმე რატო აღარ ვაინტერესებთ მე ყველაფერი გავუკეთე იმიტომ რომ ყველაფერი გავუკეთე ისე რაც მას არ სჭირდებოდა თქვენ თუ ამ მამაკაცს არ მიეცით ვალიდაცია ანუ ვალიდაცია რას ნიშნავს შეაქოთ უთხრათ რომ არის განსაკუთრებული ოღონდ კი უნდა მოატყოთ, აი მართლა მაგალითად რაღაცაში კარგია. აი მაგალითად კარგად იცის ხორცის ყიდვა, უნდა შეაქოთ და უთხრათ რომ აი შენ ხორცი კარგი იყიდე. ან მაგალითად მოგიტანათ ყვავილი, უირაკაია როგორ გამეხარ და როგორი ყურადღებიანი ხარ. არა. მიდი, რაც არ უნდა გაგიკეთონ, პატარა მაინც ხო, იმაზე არ ამახვილებთ ყურადღებას, ყოველთვის რაღაც უფრო დიდი გინდათ. ამიტომ ერთადერთი წესი რაც შემიძლია გითხრათ ის რომ კმაყოფილი იყავით იმით რაც გაქვთ და მოგეცემათ უფრო მეტი. შეაქეთ თქვენი მამაკაცი, აუცილებლად უთხარით რომ რაღაცაში კარგია, სულ პრეტენზიებით ნუ ხართ, სულ რაღაცა უკმაყოფილოები ნუ ხართ და იცოდეთ მამაკაცთან საუბარი. თქვენ აზრზე არ ახართ უმეტესობა როგორ უნდა ესაუბროთ მამაკაცს. როგორ უნდა ესაუბროთ მამაკაცს, მე შემიძლია გასწავლოთ ეგ. სხვათა შორის მე ვარ ზოგადად ძალიან გულახდილი ვლოგერი.
და იუთუბერი, რავი, რაც კიდეც ის დაარქვით. ჯერ კიდევ ვერ გავიგე რა განსხვავებები ამ ვლოგებსა და ბლოგებს შორის, მაგრამ ის რო გულახდილი ვარ, მაგას ყოველთვის ვიძახი. მე მქონდა რამოდენიმე ურთიერთობა და ამას ყოველთვის ვამბობ, გათხოვილი ვარ ეხლა მესამედ. თან ისეთ ქვეყანაში, სადაც ქალიშვილობის ინსტიტუტს აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას, მაგრამ მაშინ, როდესაც იცი, როგორ უნდა ისაუბრო მამაკაც და შეგიძლია პატერნები შემოატრიალო, ძალიან მარტივია. და ყოველ ჯერზე მინდა გითხრათ, ყოველ ჯერზე რა ურთიერთობაშიც ვიყავი, უკეთესი და უკეთესი ისა რა ქვია, გავაუმჯობესე მამაკაცების კატეგორია. ხო, ამასთან ეხლა ვისთანაც ვარ გოგონებო ჩემ ქმართან, ზოგი მეუბნება მღიზიანდები რო ეძახო. რა გავაკეთო, ჩემი ქმარია და გაღიზიანდით ახლა. თუ გინდა გამოვსვაშტრიკინებ სერტიფიკატსაც ქორწინების, არ მაქვს პრობლემა. ქართულიც მაქვს და ინგლისურიც, არაბულიც. ხო და აქაც მაქვს პრეტენზიები, მაგრამ პრეტენზიული სახით არ ვეუბნები, ყოველთვის ვცდილობ, რომ შემოვატრიალო ყველაფერი ისე, როგორც მე მინდა. რატო დავზუმდი? ხო. ასე რომ მამაკაცთან ურთიერთობა უნდა იცოდეთ, მამაკაცთან საუბარი უნდა იცოდეთ და მამაკაცთან უნდა გქონდეთ შესაბამისი პატერნები ურთიერთობის და საუბრების. აი ხო მაგალითად მე მოვიყვან ესეთ მაგალითს. მე ჩემს მეუღლესთან დაახლოებით 2 კვირის უკან, მოდი არის ასე ვთქვათ, ბოლო 2 თვე ცოტა დამეძაბა ურთიერთობა. რატო? იმიტომ რომ დავიწყე პირდაპირ საუბრები და უთხარი შენაკეთებ 100 შენ ხარ ისეთი არ იცი არაფერი, ვერაფერს ვერ ხვდები, ლელელა ამ ადამიანს აბსოლუტურად დაეკარგა ინტერესი ჩემთან მიმართებაში. მე როდესაც მივხვდი რასთან მქონდა საქმე, შევცვალე ეს პატერნი და უნდა ნახოთ რა კუდამოძუებული ძაღლივით დამყვება ახლა უკან. ეხა ძაღლი ძალიან ცუდი მის არის, ასე ვთქვათ, ნათქვამი, მაგრამ ესეა. ანუ ეს ადამიანი აბსოლუტურად შეიცვალა, იმიტომ რომ მე პატერნი შევცვალე. თქვენ, როდესაც აზრზე არ ხართ, როგორ უნდა იმოქმედოთ, არც ასეთ სიტუაციაში, არც სხვა სიტუაციაში, არც როდესაც დაძაბულია, არც როდესაც საერთოდ ყველაფერი კარგად არის, როგორ უნდა შეინარჩუნოთ ეს ყველაფერი, შესაბამისად, იმიტომ გაქვთ პრობლემები ურთიერთობაში და ეს პრობლემები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და საბოლოო ჯამში ჩამოინგრევა ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, სწორი საუბარი მამაკაცთან აუცილებელია. არსებობს ძალიან ბევრი მეთოდი, როგორ უნდა მიუდგეთ მამაკაცს, იმიტომ რომ არქეტიპები ყველა კაცს აქვს სხვადასხვა. მაგალითად, ჩემი მეუღლის შემთხვევაში, ჩემი მეუღლე მებრძოლის არქეტიპია, ვიღაცა პრინცის არქეტიპია და ასე შემდეგ. ესენიც არიცით. ზოგადად, ანუ ეს ყველაფერი უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. ამ რაღაცა უაზრო საგნების სწავლაში რო გვაკარგინებენ 12 წელს. მერე ამას არავინ არ გასწავლით და უბრალოდ შედიხართ ურთიერთობაში, აი დღეს დავიწყებ და ხვალ ვნახავ სად მიმიყვანს. ეს ყველაფერი მიგიყვანთ ნულთან, მიგიყვანთ აბსოლუტურ გამათხოვრებასთან და აბსოლუტურად ენერგეტიკულ დაცლასთან, იმიტომ რომ აირჩევთ მამაკაცს, რომელიც თქვენი არ არის, ჩადებთ წლებს, ენერგიას და რესურსებს მამაკაცს, რომელიც თქვენი არ არის, ან მესამე პირიანია და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში გაბანძებული და გაბომჟებული და რა ვიცი მე გადავსკვანჩული დარჩებით თქვენ. აქედან გამომდინარე, უნდა იცოდეთ მამაკაცთან საუბარი. ჯერ ისწავლეთ ეს ყველაფერი ჩემო ლამაზუნებო, მერე დაპრაქტიკდით თქვენს ყოფილებზე, ყოფილები პრაქტიკებისთვის გამოვიყენოთ და მერე მიდით უკვე ნორმალურ მამაკაცთან ურთიერთობაში შედით. ამ ცოდნის გარეშე მუდმივად ივლით ერთ და იგივე წრეებზე, ერთ და იგივე შეცდომებს დავუშვებთ და საბოლოო ჯამში დარჩებით ესე ნაფუფუზე. კულტურულად რო ვთქვა. ასე რომ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ჩემთან გაიაროთ კონსულტაცია, სადაც გაიაროთ კონსულტაცია ამ ვიდეოს აღწერაში დაბლა დაურთავთ ჩემს იმეილს, შეგიძლიათ იმეილი მომწეროთ და ჩაეწეროთ ინდივიდუალურ კონსულტაციაზე, განვიხილოთ თქვენი საკითხი და მიუდგეთ მამაკაცებს